მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემას წინა გადაცემაზე საუბრით და ჩემი შეცდომის აღიარებით დავიწყებ. არ ვიცი გაგიკვირდება თუ არა, მე ნამდვილად გამიკვირდა, რომ გამოხმაურების მთავარი თემა აღმოჩნდა არა მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, არა სამომავლო პერსპექტივები, არამედ ჩემი ფრაზა, ნათქვამი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია შესახებ, რომ ის მოვიდა როგორც საქართველოს განმათავისუფლებელი და წავიდა როგორც სამოქალაქო ომის პრეზიდენტი. გადაცემის მაყურებელთა ნაწილმა ეს ფრაზა ძალიან მძიმედ აღიქვა და ვაღიარებ ჩემი შეცდომაა, რომ წინასწარ არ ვიფიქრე უფრო ფრთხილ ფორმულირებაზე. მით უმეტეს სხვა დროსაც არაერთხელ მომისმენია, რომ ის რაც საქართველოში 1991-92 წლების მიჯნაზე მოხდა, იყო არა სამოქალაქო ომი, არამედ რუსეთის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალება. ახლა ამ თემას არ გავყვები, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ პირველივე გადაცემაში კარგი გაკვეთილი მივიღე. მეც ასე ვფიქრობ და ჩემს სტუმრებსაც ინტერვიუში არაერთხელ ვთქვამთ, რომ ყველა უბედურება, რაც საქართველოში 1992 წლის შემდეგ დატრიალდა, დიდწილად არის იმის ბრალი, რომ შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზები და შედეგები სათანადოდ არ გაგვიაზრებია. ახლა შედეგში ვინ რას გულისხმობს, არ ვიცი, მაგრამ პირადად მე იმას ვგულისხმობ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თითქმის 35 წელიწადია ჩვენ ცხოვრობთ ერთმანეთთან მუდმივი დაპირისპირების მუხტით. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ ძალებს, ასევე ეხება საზოგადოებას. დემოკრატიულ ქვეყნებში ვიცით, რომ ნორმად ითვლება სახელმწიფო და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა ან ქვეყნის კოალიციური მართვა, თუნდაც რამდენჯერ გვსმენია, რომ ამერიკაში რომელიმე კანონპროექტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება. ჩვენთან პირიქით ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისთვის ყველაზე სამარცხვინო ამბავი არის სახელმწიფო პარტიასთან საქმიანი კონტაქტი. ასე იყო სულ და ასეა დღესაც. ამ კონტექსტის გაგრძელება არის ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობა, რაც როგორც წესი არ ხდება. ისინი ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ და ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი სასწაულის ტოლფასად ითვლება, თუ კი ოპოზიციური პარტიები რაიმე საკითხზე ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ. ამ სულისკვეთებით ცხოვრობს საზოგადოებაც. მაგალითად ვიტყვი Facebook-ზე. პირადად მე არავის არ ვშლი მეგობრების სიიდან, თუ არ არღვევს ეთიკურ კანონებს ძალიან უხეშად და ამიტომ ბევრი სხვადასხვა შეხედულების ფრენდი მყავს და ხშირად წავაწყდები ხოლმე ისეთ პოსტს, რომელიც ეხება ღირებულებებს და ძალიან საკამათოა. მაგალითად ასეთი პოსტი ავიღოთ, რომ კლოუნმა ზელენსკიმ დაღუპა უკრაინა და უკრაინელი ხალხი. თავიდან ვფიქრობდი ხოლმე ასეთ რამეს, როცა ვკითხულობდი, რომ ამ პოსტის ქვეშ კომენტარებში ქვეყანა დაიქცეოდა, ატყდებოდა ერთი ამბავი, მაგრამ შემდეგ ვხედავდი, რომ არაფერიც არ ხდებოდა, პირიქით ყველა კომენტატორი კვერს უკრავდა პოსტის ავტორს. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს Facebook-ის გვერდი უბრალოდ გაწმენდილი აქვს ყველასგან, ვინც არ ეთანხმება მის შეხედულებებს და მის აზრებს. ასე იქმნება ეგრეთ წოდებული ბაბლები, ანუ ბუშტები, რომლის წევრებიც ერთმანეთს ყველა შემთხვევაში კვერს უკრავენ და სხვებს საერთოდ ვერ ხედავენ, სხვებთან გადაკვეთის წერტილი არ გააჩნიათ. საქართველოში სამწუხაროდ აღარ დარჩა დისკუსიის, განსჯის, ვთქვათ, არგუმენტების, მოსაზრებების გაცვლის ადგილი და არც სურვილი აღარ არის. ასეთი ადგილი არ არის არც პარლამენტი, არც მედია, არც საჯარო შეხვედრის რომელიმე პლატფორმა და არც Facebook-ი, ანუ ვირტუალური სივრცე. მაგრამ საქართველოს მკვიდრმა ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ საყოველთაო დაპირისპირების სულისკვეთებას ქმნის ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ქმნის და ახალისებს. საქართველოს კანონმდებლობა მიყვება პრინციპს გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ჩემი აზრით სწორედ ეს
პრინციპი ბლოკავს ქვეყნის განვითარებას. მინდა თავიდან რამდენიმე სიტყვა გითხრათ 20-20 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, იმისთვის რომ 2024-ის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ვილაპარაკო. 2020-ში პარლამენტის მანდატები ოფიციალურად ასე გადანაწილდა. 150 მანდატიდან 90 ერგო ქართულ ოცნებას და 60 დანარჩენ პარტიებს, ანუ ჯამურად 40% მიიღო ოპოზიციამ. ეხლა დავსვა მთავარ კითხვას, როგორ ფიქრობთ, რა ძალაუფლებას ანიჭებს ჩვენი კანონმდებლობა პარლამენტში 40%-ით შესულ ოპოზიციას? პასუხი არის, რომ თითქმის არავითარს. ოპოზიცია შეუძლია ჰყავდეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მაგრამ დექც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე ვერ ეყოლება. კომიტეტები კი იქნება დარგების მიხედვით იმისთვის, რომ იმ დარგში პოლიტიკა ჩამოაყალიბოს და შემდეგ მთავრობა აკონტროლოს, როგორ ასრულებს ამ პოლიტიკას. მაგრამ გამოდის, რომ ოპოზიცია, რომელსაც ამორჩევლების 40%-მა გამოუცხადა ნდობა, მთავრობის კონტროლში ინსტიტუციურ მონაწილეობას საერთოდ ვერ ღებულობს და ასევე არც ერთი კანონის მიღებას ან თანამდებობაზე ვინმეს დანიშნავს 40%-იანი ოპოზიციის მონაწილეობას საერთოდ არ ჭირდება. სახელმწიფო პარტია ყველაფერს წყვეტს თვითონ. საარჩევნო სისტემაც, საპარლამენტო მართვის მექანიზმებიც, თანამდებობის პირების დანიშვნის წესიც ისე არის მოწყობილი, რომ გადამწყვეტ უპირატესობას იღებს არჩევნებში გამარჯვებული პარტია. მაგალითად, 40%-იანი ნდობით არჩეული ოპოზიციის გარეშე ინიშნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი, ცესკოს წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც მერე თვითონ ნიშნავენ მოსამართლეებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, სახალხო დამცველი. ერთადერთი, რასაც თავისი 90 მანდატით ქართული ოცნება ვერ მიიღებს, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან ასეთ ცვლილებებს უბრალოდ 113 ხმა სჭირდება. სწორედ ამ რეალობის შესაცვლელად და ძალთა გარკვეული ბალანსის დასამყარებლად შარლ მიშელის ცნობილ შეთანხმებაში ეწერა, რომ ოპოზიციას უნდა ჰყოლოდა 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 5 კომიტეტის თავმჯდომარე და ესე იგი 5 კომიტეტის 5 დარგის კონტროლის ბერკეტი უნდა ჰქონოდა. ასევე ოპოზიციას უნდა დაენიშნა ერთი საერთაშორისო დელეგაციის ხელმძღვანელი. როგორც გვახსოვს, ეს შეთანხმება არ შესრულდა. ახლა 2024-ის არჩევნებზე რო ვილაპარაკოთ, ოფიციალური მონაცემებით პარლამენტში ძალთა ზუსტად იგივე თანაფარდობა გამეორდა. ამორჩეულთა ხმების 60% მიიღო ქართულმა ოცნებამ, 40% ჯამურად ოპოზიციამ. დიდი იურისტობა არ ჭირდება იმის მიხედვას, რომ თუ მოსახლეობის 40% ხმას აძლევს ოპოზიციას, სამართლიანი იქნება, რომ საპარლამენტო ძალაუფლების 40% ოპოზიციას გადაუნაწილდეს. ანუ ამორჩევლის ნება რაღაც ერთ პროპორციულად აისახოს. და როცა ეს არ ხდება, ბუნებრივად იწყება ოპოზიციური პარტიების ჭოჭმანი იმასთან დაკავშირებით, რომ აი ღირს თუ არ ღირს პარლამენტში შესვლა, სადაც პარლამენტარი კი ქვია, მაგრამ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება არ შეგიძლია. ხო და პარტიებიც ფიქრობენ, რომ იქნება პარლამენტში შესვლა, ჯობია ბოიკოტი, იქნება ჯობია ქუჩის პროტესტი, იქნება ხალხი ქუჩიდან უფრო ავიყოლიოთ, რატომ? როგორც პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდი ამბობს, ეხლა მის ციტატას გეტყვით, რომ თუ სისტემა ხელის გადაწევაზეა ორიენტირებული, მაშინ ოპოზიციას, ანუ სუსტს, იმის ინტერესი კი არ აქვს, რომ პოლიტიკურ პროცესში შევიდეს. არამედ უნდა, რაც შეიძლება მალე დადგეს არჩევნები, რომ იქნებ თვითონ გახდეს უმრავლესობა. აქ ვახუშტის ციტატა მთავრდება და მე ვაგრძელებ, რომ აი სინამდვილეში აქედან იღებს სათავეს ოპოზიციის ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნების მუდმივი მოთხოვნა, რაც ბევრს აღიზიანებს, იმიტომ რომ სპეციალისტების გარდა ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, აი რამდენად სერიოზული არის ოპოზიციის ასეთი ქცევის საფუძველი. არჩევნებში დამარცხებულ პარტიებს პარლამენტში აი რამე რეალური ძალა რო ქონდეთ, ცხადია ამ ძალაზე უარს არავინ არ იტყოდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სისტემა, რომელიც ამბობს, რომ გამარჯვებულს ექნება ყველაფერი, დამარცხებულს არ ექნება არაფერი. ამ გამხლეჩის სისტემის პირობებში მე არ ვიცი, საიდან უნდა გაჩნდეს ქვეყანაში, როგორ უნდა დაინერგოს დიალოგის და შეთანხმების კულტურა. ბუნებრივიც არის, რომ წლების განმავლობაში დაპირისპირების მუხტი მხოლოდ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი უფრო და უფრო ძლიერდება, სუსტი უფრო და უფრო სუსტდება.
ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელება არის მზარდი რეპრესიები, რომ თურმე პირბადის ტარება არ შეიძლება, თურმე ქუჩის გადაკეტვა არ შეიძლება, თურმე ტროტუარზე პროტესტიც არ შეიძლება და ის რომ მამაცი ადამიანები ამ უსამართლობას არ ნებდებიან, სამწუხაროდ თლიანობაში რეალობას ვერ ცვლის. ჩემი აზრით, განსაკუთრებით ტრაგიკული შედეგი აქვს იმას, რომ განხეთქილების ფორმულა ანგრევს ოპოზიციას. ჩვენ თვალწინ იზრდება იმ პარტიების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას კი უწოდებენ, მაგრამ მათთან ლაპარაკი, მათთან საქმიანი ურთიერთობა დანარჩენი პარტიებისთვის არის მიუღებელი და ზოგ შემთხვევაში სამარცხვინოც. აი, ამ რეალობაში ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას პარტიები, რომ დღეს ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივა არის კოალიციური მთავრობა, რომელსაც ოპოზიცია შექმნის, როცა ხელისუფლებაში მოვა და საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს. ვისთვის არის ეს დაპირება დამაჯერებელი, მე ნამდვილად არ ვიცი. თუ პარტიები მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას არჩევნებამდე ვერ ახერხებენ, ან არჩევნებს როგორ მოიგებენ და ან კოალიციურად როგორ მართავენ ქვეყანას. თუ ხალხი ხედავს და ხალხი ამას ნამდვილად ხედავს, რომ პარტიები დღეს ერთმანეთს არ ენდობიან, თვითონ როგორღა უნდა ენდონ პარტიების დაპირებას, რომ ხვალ იმუშავებენ საათივით აწყობილად და გადაარჩენენ ქვეყანას. რა თქმა უნდა, იმის შეხსენებას საერთოდ არ გვჭირდება, რომ ცალ-ცალკე ვერც ერთი პარტია დღეს ქართულ ოცნებას ვერ ამარცხებს. რა კი პრობლემა არის ძალაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემა, რომელსაც ყველა სფეროში შეაქვს დაპირისპირება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც თვითონ სისტემის ხასიათს, სისტემის ბუნებას შეცვლის. აი მაგალითად, პროპორციული საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერით უზრუნველყოფდა იმას, რომ პარლამენტში ბევრი დიდი თუ მცირე პარტია მოხვდებოდა და ისინი იძულებული იქნებოდნენ ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ და დიალოგი ქონოდათ. ამითი გაეცოცხლებინათ პოლიტიკური პროცესი. ადგილობრივი თვითმმართველობის რეალური გაძლიერება შექმნიდა კონკურენციას ადგილებზე და ნამდვილ ლიდერებს გაზრდიდა რეგიონებში. საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობაზე უკვე ვილაპარაკეთ, რომ ესეც ძალთა ბალანსისთვის იყო საჭირო, რომ პროპორციულად გადანაწილებულიყო ეს კომიტეტები გამარჯვებულ და დამარცხებულ პარტიებს შორის. ოპოზიციის აუცილებელი მონაწილეობა დამოუკიდებელი თანამდებობის პირების არჩევისას რომ იყოს საჭირო, გენერალური პროკურორი იქნება, გენერალური აუდიტორი, სახალხო დამცველთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს გააჩენდა შეთანხმებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ კულტურას. არაერთხელ მსმენია მოსაზრება, რომ ოპოზიციური პარტიების აუცილებელი მონაწილეობა თქვათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საერთოდ შეუძლებას გახდიდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ამ პროცესს ძალიან გააჯანჯლებდა. მე მესმის ამ მსჯელობის ლოგიკა, მაგრამ არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს 1992 წლის პარლამენტში იყო 26 პოლიტიკური სუბიექტი და სწორედ ამ პარლამენტმა მიიღო ახალი ქართული კონსტიტუცია და მიიღო ძალიან ფართო კონსენსუსი. ეს არის ის, რასაც მე მოვესწარი, შევესწარი და ამიტომ ვიცი, რომ ეს შესაძლებელია. დღეს ვცადე მე თქვა კიდევ უფრო დაწვრილებით, რატო ვერ ვცვლით ძალაუფლებას, აი ეს კანონმდებლობა, რომელიც ძლიერს აძლიერებს, ქმნის პოლიტიკურ სისტემას, სადაც ოპოზიციას საერთოდ არაფერი არ ესაქმება და ეს რეალობა ქმნის არა თანამშრომლობის გარემოს, არამედ დაპირისპირების გამჭოლ ღერძს, რომელიც აღწევს პარტიულ ცხოვრებაშიც, საზოგადოებაშიც და ჩვენ ყოველდღიურ ურთიერთობებშიც. აი ეს დაყოფა, უნდობლობა, აგრესია, ერთმანეთის გაწირვა არის ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც სავარაუდოდ 1992 წლიდან მოყვება. შემდეგ ორშაბათს ჩემ აზრს გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, მაინც როგორ არის შესაძლებელი დღევანდელი მძიმე ჩიხიდან გამოსვლა. რეცეპტი რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ როგორც წარმომიდგენია, როგორც ვხედავ საით რა გზით უნდა ვიაროთ, აი ამას გულწრფელად გეტყვით. მანამდე მაქვს ტრადიციული თხოვნა გამოიწეროთ ჩვენი არხის ღარიბი მედია და შემოგვიერთდეთ შემდეგ გადაცემებში. მინდა რომ აქვე მომწეროთ თქვენი მოსაზრებები და კითხვები, რომლებსაც აუცილებლად უპასუხებ შემდეგ გადაცემებში და ყოველთვის ვეცდები რომ ბოდიში აღარ გამიხდეს მოსახდელი. მანამდე გემშვიდობებით და დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემთან ერთად ხართ.